პროტესტის 52 დღე ოლიგარქიული რეჟიმის რეპრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ უწყვეტი აქციები გრძელდება. მოთხოვნები უცვლელია დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები. რუსთაველის გამზირი დღესაც პროტესტის ეპიცენტრი იქნება. დღის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციიდან საპროტესტო მსვლელობებია დაგეგმილი. მარშების მონაწილე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დღის ბოლოს კვლავ პარლამენტის შენობასთან შეიკრიბებიან. ამ წუთებში მოქალაქეები მეტრო საარაჯიშვილთან არიან შეკრებილი და საპროტესტო მსვლელობისთვის ემზადებიან. ნინა მაჩაბელი გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში. ნინა, რა მიმართულებით გეგმავენ მსვლელობას აქციის მონაწილეები? საარაჯიშვილის მეტროდან მსვლელობა უკვე დაიძრა, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ისინი თეთრის მიმართულებით სწავლენ და პოლიციის შენობასთან გაჩერდებიან, სადაც სამართალდამცავი შეახსენებენ, რომ ის რეჟიმი, რომელიც ოლიგარქიულმა რეჟიმმა ცალსახად ჩამოაყალიბა და რომელსაც ჰქვია საპოლიციო რეჟიმი, ეს არის დაუშვებელი და მსგავს რეჟიმს ქვეყანაში ვერც ერთი თავისუფლების მოყვარე ადამიანი ვერ შეეგუება. შესაბამისად მსვლელობები დაწყებულია და ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ადამიანები, რომლებსაც ახლა თქვენ პირდაპირ ეთერში კადრში ხედავთ, ისინი მათ ეს ლოკაცია შეარჩიეს სპეციალურად იმისათვის, რომ ადამიანებმა, სხვა მოქალაქეებმა, რომლებიც აქტიურად არ არიან პროტესტში ჩართულები, გაიგონ პროტესტის ძირითადი არსი და ის მოთხოვნები, რომლებიც ამ ადამიანებს და ზოგადად საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობას აქვს. მე ახლა შევეცდები გავისაუბრო ადამიანებს, რომლებიც აქ არიან და პირდაპირ ეთერში მათგან მოვისმინოთ, რა მოთხოვნები აქვთ. თქვენ გარდა იმისა, რომ პოლიციურ რეჟიმს აპროტესტებს სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს გარდა იმისა, რომ საპოლიციო რეჟიმს აპროტესტებს სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე აქტიურად საუბრობს. რა არის დღეს ყველაზე მძიმე სფერო, რაც აი ყველაზე პირველად უნდა გამოსწორდეს ქვეყანაში? დღესავებით კი ჩვენ შევიკრიბეთ ნამდვილ პოლიციურ ძალადობის წინააღმდეგ, მაგრამ იმ ყველა სოციალური ჩაგვრის, რომელიც აძლიერებს ამ პოლიციურ რეჟიმს, დღეს ეს არის გაჭირვება, გავალიანება ჩვენი თანამებრძოლების, ჩვენი თანამოქალაქეების, ის უთანასწორო გარემო, რომელშიც არის ცენტრი და პერიფერია თბილისისა და რეგიონების მაგალითზე და ასევე პრინციპში თბილისის მაგალითზეც. სწორედ მაგიტომ არც დღეს თბილისის შედარებით გარეუბანში და არა რუსთაველის გამზირზე, რომელსაც შემდგომ შევუერთდებით ცხადია. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროტესტი მოედოს თბილისის ყველა უბანს და საქართველოს ყველა ქალაქს, რაც უკვე ხდება. დღეს ჩვენ ხედავთ, რა ხდება ზუგდიდში, ქუთაისში, ბაქოში, ჩვენი თანამებრძოლები ყოველდღიურად იბრძვიან ტერორის წინააღმდეგ. ეს ადგილიც ამიტომ შეირჩა საარაჯიშვილის მეტრო, რომ აქ მყოფ ადამიანებს, რომლებიც აქტიურად არ არიან პროტესტში ჩართულები, მათაც გაიგონ პროტესტის არსი, ხო? დიახ, ჩვენი მთავარი მიზანია სწორედ რომ ჩვენმა თანამებრძოლებმა სხვა უბნებშიც გაიგონ სწორედ ის მესიჯები, რაც აქვს ამ პროტესტს, იმიტომ რომ ძალიან დიდი პროპაგანდის მანქანა მუშაობს დღესაც ამ პროტესტის წინააღმდეგ და ის რომ ჩვენ გვაკავშირებს საერთო პრობლემები, გვინდა რომ ყველასთვის იყოს ცხადი და ყველასთვის გასაგები, მათ შორის რეგიონებშიც და რუსთაველის გარეთაც. მესი მადლობა, მე გადმოვინაცვლებ უკარეს, თქვენ რომ გადმოვიდანთ ოდნავ წინ გითხარით რა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები გვაქვს გარდა იმისა, რომ პოლიციური რეჟიმი არსებობს ქვეყანაში და უსამართლო სასამართლო. აი კიდევ რა არის ის მნიშვნელოვანი პრობლემები, რომელიც ხალხს აქვს? კი, რა თქმა უნდა, ეს არის უპირველეს ყოვლისა, ეს არის ზუსტად ის სოციალური და ეკონომიკური პრობლემები, რაც ყველას თვითოულ ჩვენგანს გვაწუხებს. და ხედავთ იმ უსამართლობას, როგორ არის გადანაწილებული ეს რესურსი, ხო? როდესაც 15,000 აქვს ხელფასი მინისტრებს და პარლამენტარებს და 300 ლარია პენსია, ხო? 60 ლარი არის სოციალური შემწეობა. აი ამ უსამართლობას ვაპროტესტებთ ჩვენ პირველ რიგში და ვაპროტესტებთ იმ ძალადობას და ძალმომრეობას, რაც დღეს არის ამ ქვეყანაში. ამ ყველაფრის გაპროტესტებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ის ორი ძირითადი მოთხოვნა ძალაშია, ხო? ტყვეების გათავისუფლება და ახალი არჩევნები. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად მიღწევადია ამ გადმოსახედიდან ახლო მომავალში ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება? კი, რა თქმა უნდა, ეს პროტესტი არის ძირითადი მთავარი პროტესტის ნაწილი. ვითხოვთ
დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ახალი არჩევნები. რამდენად არის შესაძლებელი რა გითხრათ, არ ვიცი, ვცდილობთ ყველანაირად. მავალში საუბრობ ამას, თორე შორეულ პერსპექტივაში ჩვენი დასავლელი პარტნიორების დახმარებით ნამდვილად მიღწევადია. თქვენ როგორც საქართველოს მოქალაქის მხრიდან მოლოდინები როგორია? ანუ მოლოდინები არ ვიცი, მაგრამ სურვილი არის, რომ აი დღესვე დაუყოვნებლივ შესრულდეს ხალხის მოთხოვნა, გაიგონონ ხალხის ხმა და შესრულდეს ხალხის მოთხოვნა. არ შევეგუებით ამ ძალადობას, არ შევეგუებით ავტორიტარიზმს და ბოლომდე არავის არ ეშინია არც დაჭერების, არც ამ ძალადობის. ბოლომდე ვიბრძოლებთ საქართველოს თავისუფლებისთვის და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების თანასწორობისთვის. უღრმესი მადლობა თქვენ უსმენთ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს. აღსანიშნავია ის, რომ აქციის მონაწილეები მოდიან საფეხმავლო გზაზე და მათ არ აქვთ სამანქანე ზარის მიმართულებით პოლიციის შენობას გამოუცხადებენ პოლიციურ რეჟიმს დაუმორჩილებლობას. კონკრეტულად რას გეგმავენ ჩვენთვის უცნობია, თუმცა ის რომ მსგავსი პერფორმანსი იგეგმება, ეს გაჟღერდა სარადაშვილის როდესაც მართავდნენ აქციას. წინ არიან გამგებლები, რომლებიც ამ ყველაფერს ამ საპროტესტო მსვლელობას აფორმებენ. უკან კი არიან საქართველოს მოქალაქეები ტრანსპარენტებით, საქართველოს დროშებით და წარწერებით უსამართლო, სასამართლო ხალხის ძალით გეშიროდეს. ეს არის მთავარი სათქმელი, რომელიც აქვს აქციის მონაწილეებს და მოქალაქეების ძალიან ნაწილს და ასევე უნდა ითქვას, რომ დღეს ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობა აპროტესტებს სწორედ ამ რეჟიმის, პოლიციურ რეჟიმს და უსამართლო სასამართლოს. მთავარი მოთხოვნები, რა თქმა უნდა, ძალაშია. ეს ადამიანები ითხოვენ გამოუშვან დროულად რეჟიმის ტყვეები და ამავდროულად ჩაინიშნოს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულ პირობებში ვითარებაში, როდესაც არ იქნება რომელიმე პარტიას გავლენა არჩევნების შედეგებზე. ეს არის ამ ხალხის მოთხოვნა და მე მინდა ვთხოვო აქ ერთ-ერთი აქციის მონაწილეა თქვენ თავარი რა გაქვთ სათქმელი, რატომ ხართ გარეთ და რატომ იღებთ აქციაში მონაწილეობას? უამრავი სათქმელი მაქვს, უამრავი მოთხოვნა მაქვს, თუმცა უპირველეს ყოვლისა თავისუფლება ამ უნამუსო რეჟიმის ტყვეებს. ეს არის ნომერ პირველი. და ამას მოყვება უცბად არჩევნები და უსასრულო სია მოთხოვნებისა სამწუხაროდ. ახლა გვითხარით თქვენი გეგმების შესახებ, სადმე დიხართ უფრო კონკრეტულად და თქვენ სარაჯიშვილის მეტროსთან ამბობდნენ აქციის მონაწილეები, რომ დაუმორჩილებლობა უნდა გამოუცხადოთ პოლიციურ რეჟიმს. რას ფორმით აპირებთ დაუმორჩილებლობის გამოცხადებას? იცით რა არის? ეს είναι ცოცხალი პროცესია ზოგადად. რომ ყველაფერი ადამიანების შეთანხმებებით, ან თავიანთ ინიციატივებით დროდადრო იგეგმება ხოლმე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სხვადასხვა ძალიან გონივრული საქციელებით ჩვენ შევძლებთ ადამიანები და ამ ქვეყნისთვის ყოველ სიკეთე რო გვინდა, პროგრესი და უკეთესი მომავალი, კარგი განათლება და ასე შემდეგ და შემდეგ რაღაცას მოვიფიქრეთ ერთობლივი ძალებით და თუნდაც ის, რასაც ახლა ვაკეთებთ, რომ პირველად ხდება აქ მარში, აქამდე არ მომხდარა ამ უბანში, უკვე რაღაცა ძალიან დიდი ნაბიჯია, აი და იმედია ძალიან მალე გავუმრავლდებით და ესეთ შედარებით პერიფერიულ უბნებშიც ხალხი მიხვდება, რომ აქედან უნდა დავიწყოთ ხალხთან ურთიერთობა იმისთვის, რომ მივახციოთ, მივიტანოთ ჩვენი ხმა, სათქმელი და უფრო მეტ ადამიანს გავახელინოთ თვალი, დავეხმაროთ, რომ გაახილონ თვალი, არ ვიცი. მადლობა უსმენთ აქციის მონაწილეებს და ძირითადად ბუნებრივი აქციის მიზანი და სარაჯიშვილის მეტროსთან მსვლელობით მე უკვე თემქაზე პოლიციის შენობასთან მიზანი და მიზეზი იყო ის, რომ იმ მოქალაქეებმა, რომლებმაც ჯერ კიდევ არ იციან საპროტესტო მუხტის მთავარი მიზანი გააგონონ და იმ დეზინფორმაციას, რომელიც ქვეყანაში მუდმივად პროპაგანდისტული არხები თუ სამთავრობო საიტები სოციალურ ქსელებში და სხვადასხვა პლატფორმებზე ავრცელებენ, უთხრან, რომ რეალურად ეს ასე არ არის ქვეყანაში, რომ ქვეყანაში არის პოლიციური რეჟიმი და ეს პოლიციური
რეჟიმი რა თქმა უნდა დასრულდეს. მოთხოვნები ძალაშია, ახალგაზრდები, მოქალაქეები ითხოვენ რა თქმა უნდა ახალი არჩევნების, საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნას და ტყვეების დროულად გათავისუფლებას.